ამ ვიდეოს არ უყურო, თუ გაქვს სუსტი გული და სისხლის გეშინია. დღეს გიჩვენებთ, როგორ ხდება თევზის ნიმუშის მომზადება ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის. ნიმუშების ტრანსპორტირება განხორციელდა ცივი ჯაჭვის პრინციპით. თევზები მოთავსებულია ყინულის პაკეტებს შორის, რაც აუცილებელია პათოგენის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და მეორადი მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. კლინიკური დათვალიერებისას ვხედავთ ჰემორაგიულ ცვლილებებს კანზე, კუდისა და ფარფლების არეში. ასევე თვალზე აღენიშნება სისხლჩაქცევები, რაც შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებდეს. ვამზადებთ სტერილურ პეტრის ფინჯანს, რომელზეც შემდგომში მოხდება ნიმუშის ინოკულაცია. თითოეული ფინჯანი იდენტიფიცირებულია, რათა არ მოხდეს მონაცემების არევა. თევზის გაკვეთა მიმდინარეობს ასეპტიკური წესების დაცვით, რათა თავიდან ავიცილოთ გარემოდან ბაქტერიული კონტამინაცია ორგანოებიდან ნიმუშის აღებისას. ახლა ვიღებთ ნიმუშებს შიდა ორგანოებიდან, თირკმლიდან, ელენთიდან და ღვიძლიდან. სწორედ ეს ორგანოები იძლევა ყველაზე სანდო ინფორმაციას ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე. აღებული მასალა სტერილური ინსტრუმენტით ინოკულირდება საკვე ბარეზე. ანუ ხდება ბაქტერიების დათესვა, რათა შესაძლო პათოგენმა შეძლოს გამრავლება და კოლონიების ფორმირება. დათესვის შემდეგ პეტრის ფინჯანი ჰერმეტულად ილუქება პარაფილმით და თავსდება ინკუბატორში. სპეციალურ მოწყობილობაში, სადაც ბაქტერიების გაზრდისთვის ოპტიმალური გარემო იქმნება. ინკუბაციის შემდეგ ვიღებთ ბაქტერიულ კოლონიებს. შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ ხდება მიღებული კოლონიებიდან ბაქტერიის იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარება, რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობა.